მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის, მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ევროპული საქართველოს რაიონული ლიდერი მიხეილ გოგოტიშვილია, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების გაერთიანებაზე. უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით ბატონო მიხეილ და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით ნინო, დიდი მადლობა მოწვევისათვის. როგორც დავაანონსე, საუბარს დავიწყებთ ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებასთან დაკავშირებით. მოთხოვნა იყო საზოგადოების, როგორც მოგეხსენებათ, მუდმივად საუბარი იმაზე მიდიოდა, რომ გაერთიანებულიყვნენ ოპოზიციური პარტიები. მოკლედ ეს გაერთიანება ალიანსი შედგა. რამდენად სტაბილური იქნება ეს ალიანსი და რას გვეტყვით ამ ალიანსთან დაკავშირებით, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე და რა მნიშვნელობა ექნება ამ გაერთიანებას, რო ვუთხრათ საზოგადოებას. დიახ, ნინო, მართლაც საზოგადოების დაკვეთა შესრულდა, რადგან მოსახლეობაში ჩვენს ამომრჩევლებში არის მზაობა და არის სურვილი, რომ ოპოზიცია იხილონ გაერთიანებული. ამას მართლაც ძალიან ბევრი ძალისხმევა დაჭირდა მოგეხსენებათ, ვინაიდან ყველა ოპოზიციურ პარტიას გააჩნია თავისი წესდება, პლატფორმა, თავისი ხედვა, სოფხედველობა ასე შემდეგ. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა დადგეს ისევ იმ განვითარების რელსებზე, რასაც ევროპული ცივილიზაციისაკენ სწრაფვა ჰქვია. და არის ზუსტად ამ მონაცემებმა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა დამეთანხმებით ძალიან დიდი როლი შეიტანა იმაში, რომ დამხმარიყო ოპოზიცია და შემდგარიყო ოპოზიციური დიდი გაერთიანება, რომელიც დარწმუნებული ვარ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ხანგრძლივი იქნება, ხანგრძლივ პერიოდში იმუშავებს და ეს იქნება გამარჯვებამდე. აი პირველი ნაბიჯები რაც გაერთიანების ალიანსის პირველი ნაბიჯები რა იქნება, თქვათ სამოქმედო გეგმა. დიახ, მაგასაც მოგახსენებთ ნინო, რადგანაც მინდა აქვე აღვნიშნო, რომ სანამ ეს შედგებოდა თბილისში, რა თქმა უნდა, პარტიების ლიდერების ხდებოდნენ ადგილზე, ჩვენ პარალელურ რეჟიმში მუშაობდით პოლიტსაბჭო და ერთმანეთს რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები უზიარებდით ჩვენს შეხედულებებს, შტაბ-ბეჭდილებებს და პარალელურად ჩვენც ადგილზე ვხდებოდით სხვადასხვა პარტიების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს გაერთიანებაში არიან. ჩვენ დაბლიდანს, ასე რომ ვთქვათ, ბჭყალებში ბოდიშის მოხდით, შევქმნით ის სიტუაცია ჩვენს ხელმძღვანელებს, რომ ეს აუცილებელია და მართლაც ეს არაერთხელ გამოჩნდა, რომ ერთობას არ აქვს ალტერნატივა. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთიანი ძალებით გავაგრძელებთ მუშაობას და გავაგრძელებთ ზუსტად მუშაობას უკვე გაზაფხულიდან გაზაფხულიც მოვიდა, რომ გავიდეთ მოსახლეობაში და არა ტელევიზიიდან, არა ინტერნეტ საშუალებებიდან და სოციალური მედიებიდან უშუალოდ შევხვდეთ, აუხსნათ, დავილაპარაკეთ. თემასაც ბატონო მიხეილ, რომ თქვათ ახლა უბრალოდ ის ამოვწუროთ ეს საკითხი გაერთიანებასთან დაკავშირებით დარჩა პარტიები, გაერთიანების მიღმა, ეს არის ლელო, ეს არის გახარია საქართველოსთვის, ეს არის ანადოლიძის პარტია, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით, იყო თუ არა მოლაპარაკებები ამ პარტიებთან დაკავშირებით, რა ქონდათ მათ სათქმელი იმასთან დაკავშირებით, რომ არ სურთ ამ ეტაპზე ალიანსში შემოერთება. ერთადერთი ნინო რაც შემიძლია მე რო ვთქვა, ამ პარტიებთან დღესაც გრძელდება საუბარი ლიდერების დონეზე და ადგილობრივების დონეზეც, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მიიღო ამ პარტიებმა ეს გადაწყვეტილება, რომ ამ დიდ გაერთიანებაში გაერთიანდნენ, მაგრამ რა ვიცი, ჩემი სურვილიცაა და ალბათ ლოგიკურად მივა პარტიის ხელმძღვანელებიც იმ დასკვნამდე, რომ ალტერნატივა არ აქვს გაერთიანებას და ისინი შემოგვიერთდებიან და რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით კარები ღიაა და ყველასათვის იქნება ეს მისასალმებელი ეს საქმე. აი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს რომ შევახოთ და ანუ არა მარტო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, ახლო აღმოსავლეთის თემა, რამდენად იქონიებს გავლენას თქვათ ჩვენს პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით თქვენი და თქვენი პარტიის ხედვები და ზოგადად შეფასებები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. დიახ, ნინო, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იმდენად ღრმა და
ყოვლის მომცველი საკითხია, რომ მართლაც ორი სიტყვით ამ თემაზე ძალიან ძნელი იქნება საუბარი. თუმცა ერთადერთი მე რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის ბრძოლა სინათლეს და სიბნელეს შორის. პირდაპირ ცივილიზაციას უნდა რომ შეიტანოს იმ ქვეყნებში ცივილიზაცია, რომელიც დიქტატორების და სხვადასხვა ძალების მიერ არის ოკუპირებული. ყავთ ბნელში თავიანთი მოსახლეობა და ეს რამოდენიმე ქვეყანა არის დარჩენილი, ვიცით რომ მე დარწმუნებული ვარ რომ სინათლე გაიმარჯვებს და მოხდება რა თქმა უნდა ომი ყველასათვის მიუღებელია, არავინ არ მიესალმება და სხვათა შორის აქვე ჩართვასავით შემიძლია გავაკეთო უბრალოდ ჩვენი ხელისუფლება ხშირად აპელირებდა იმით რომ აბა ომი გინდათო? ნუ რა თქმა უნდა ომი არ მინდა, არც არავის არ უნდა ომი, მაგრამ ქართველი კაცი ვარ და თუ საომარი იქნება ჩემი სამშობლოს გულისათვის ვიომებ, თავს დავიცავ. ქართველ კაცს არასდროს დაპყრობითი ომი არ უწარმოებია, ყოველთვის თავს ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ თავს. ამაზე საუბარი არა. ანალოგიურად არის იმ ქვეყნის პატრიოტები, სადაც ისინი ცხოვრობენ, ჩვენ ვხედავთ რეაქციებს იქედან, აქედან, არ მინდა ამაზე კიდე გავრცელდე, ოღონდ მე ამაში ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს სინათლე და იქნება მომავალი თაობისათვის, მომავალი მსოფლიოსათვის უკეთესი ხვალინდელი დღე. შიდა პოლიტიკურ თემებს და საკითხებს რა შევეხოთ, რამდენად რთული სიტუაცია ახლა, აი კანონებთან მიმართებაში, აგრძალებებთან მიმართებაში, თქვენი პარტიის ხედვები ამასთან დაკავშირებით და რა შეგიძლიათ გითხრათ ამ თემებთან დაკავშირებით, თუნდაც ის, რაც გუშინ ახალი კანონპროექტის სახით დამტკიცდა, ის რომ კონსტიტუციური ორგანოების არაკონსტიტუციურად ცნობა, ან არალეგიტიმურად ცნობა უკვე დასჯადი იქნება სისხლის სამართლის ფორმით. გასაგებია დინო და ისიც არის გასაგები რომ თუ რატომ ხდება აი ეს კანონპროექტების შემოტანა და ამაზე საუბარი რა. მინდა თქვა ყველასათვის გასაგებად რომ აკრძალვით არანაირი შედეგი არ მიიღება არასოდეს. რეგულაციები რა თქმა უნდა აუცილებელია ნებისმიერ სფეროში და სჭირდება ყველა სფეროს, ოღონდ ეს აკრძალვები დამერწმუნეთ არანაირი შედეგის გამომღები არ იქნება, ვინაიდან ჩემს სამხედველობას ვერავინ ვერ შემიცვლის მე და ჩემ გამოხატვის საშუალებას და უნას, იმიტომ რომ კონსტიტუციით მაქვს უფლება დავაფიქსირო ჩემი აზრი, მქონდეს ჩემი აზრი და მოუწოდო ადამიანებს რომ დადგენ საღ აზრზე. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ, რა ვიცი, ცოტა შეზღუდვა რომელიც კანონით იქნება დაკანონებული, რამდენად იმუშავებს თვალსაზრისით, რომ თქვათ აქციები, იგივე პროტესტი შენელდეს. არანაირად არ შენელდება, ვინაიდან ეს არ იქნება ქართველი კაცისათვის, ქართველობას ეს ვერ წაგვართმევენ, ქართველობას ჩვენ ვერანაირად და ვიცით რამდენდღიანი პროტესტი მიმდინარეობს და გრძელდება და გაგრძელდება, ისიც ვიცით რომ დაიჭირენ ლიდერები, გამოვიდნენ და იგივე ეს, აქეთ არავის თქვა დაგვიჭერენ, გამოვალთ, მომავალი თაობაა და იმ სინათლესთან მაინც მივალთ და ეგ აუცილებელია, ესე იგი რა მინდა ვთქვა ახლა დღეს თქვა შეიძლება არავის არ ცალოდეს საქართველოსათვის, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზაობისათვის რა აქტიურები რა თქმა უნდა და უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან რომ დავანახოთ რომ საქართველოში ქართველებს სურს თავისუფალ პლატფორმაზე ყოფნა და მოკლედ ასეთი ის შიგნით აქციები და გარეთ სანქციები რა. აი ამ მოდელით მივყვებით ჩვენ რომ გარეთ აუცილებელია, ნუ ხედავთ სანქციებმა რა დონეზე იმუშავენ, ჩვენ არავინ არაფერს არ გვაძალებს, მაქსიმალურად ეუბნებიან, მიუთითებენ რომ არ არის ეს სწორი მიმართულება და ბოლოს და ბოლოს ყველაფერს აქვს საზღვარი და თუ არ ემორჩილები თავისუფალ რელსებზე ყოფნა შესაბამისად მოუწევს ამას სანქციები და ყველამ უნდა დაიცვას თავისი პოზიციები. გასაგებია, პატიმრების თემას შეეხეთ და არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენ დამოკიდებულება კახაბერ კვაჭანტირაძესთან დაკავშირებით, რომელიც 4 ოქტომბრის თემასთან დაკავშირებით არის დაპატიმრებული. რა იცით მის შესახებ? განცხადება გაავრცელა გუშინ, ანუ ნახეთ მისი მიმართვა და თქვენ უშუალოდ თუ გაქვთ მათთან კონტაქტი და შესაბამისად რა შეგიძლიათ გითხრათ, როგორ განწყობაზეა და რამდენად ხო შემართებით არის მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაშია. ხო, მიუხედავად იმისა, რომ მე პირდაპირ კომუნიკაცია არ მქონია კახასთან, მაქვს მეგობრებიდან კომუნიკაცია, რომ
არის ძალიან მხნედ, ძალიან ვაშკაცურად, იქაც მოწოდებებს აკეთებს პოლიტიკური პარტიების გაერთიანებისკენ და ბრძოლისკენ და იმ ეროვნულ მოტივებს იქაც ავრცელებს, რისთვისაც კახა არის დაპატიმრებული. მე ახლა არ შევეხები იმ ფაქტს, რომ კახა რისთვის არის კონკრეტულად დაჭერილი, მაგრამ თავარისაა, რომ 4 ოქტომბერს კახა იყო იქ გულანთებული, რომ ხვალინდელი უკეთესი დღისთვის იბრძოდა თავისი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და ყველა თითოეული ჩვენთაგანისათვის. გასაგებია და ბოლო კითხვა ბატონო მიშა, რამდენად აქტიური იქნება თქვენი პარტია უკვე რეგიონში, ანუ რაღაც აქტიურობა და თქვენი ხმა იმდენად აღარ ისმის იმ თვალსაზრისით, რომ თქვათ თქვენი არჩევანი იყო, თქვენი პარტიის არჩევანი იყო, რომ არ მიგეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ყოფილიყავით საკრებულოს მიღმა. შესაბამისად, ამან იმუშავა თუ არა იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა აღარ ჩანს ისე აქტიურად თქვენი პარტია, თქვენ როგორც თქვათ იმ დროს, როცა საკრებულოში ბრძანდებოდით. დიახ, ნინო, გეგმებთან დაკავშირებით რო გითხრათ, რამდენად აქტიური იქნება უკვე ალიანსში მყოფი თქვენი პარტია ევროპული საქართველო. რა თქმა უნდა, ნინო, თქვენ სწორადვე გააკეთეთ დასკვნა, რომ რადგან საკრებულოში შესაბამისად არ ვართ, შესაბამისად არ ჩანს სატელევიზიო სივრცეში, ინტერნეტ ქსელებში შეიძლება ჩვენი პარტიის აქტიურობა, თუმცა ჩვენ არ წუყვეთ ურთიერთობას და კავშირს ჩვენ კოორდინატორებთან, ჩვენ მეგობრებთან, რომლებიც სოფლებში ადგილზე არიან, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, ვუკავშირდებით ერთმანეთს და ვემზადებით დაწყებისათვის. აი ამ ტაიმ-აუტიდან უკვე უნდა გამოვიდეთ. მოგეხსენებათ, რომ ბატონი გიგი წერეთელი არის ერთ-ერთი ცნობადი და საკმაოდ მძიმე წონოსანი ფიგურა, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მან ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯები გადადგა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის და თავისუფალ პლატფორმაში განვითარებისათვის და აი ბატონი გიგის ინიციატივაც იყო და ბატონი კაკო ბობოხიძისაც ძალიან ეს გაერთიანებისკენ საუბარი და ნუ რა თქმა უნდა ჩვენ მაშინ არ მივიღეთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და ეს სწორიც იყო რომ და თუ სხვებიც მოგბაძავდნენ ჩვენ მაშინ და არ მიიღებდნენ მონაწილეობას უკეთესი იქნებოდა რადგან ვიცით როგორ დამთავრდა შედეგები და რა შედეგებით დასრულდა ეს ყველაფერი ხო შეიძლება ახლა ზოგიერთები ჩვენ გვაბრალებდნენ მაგრამ ჩვენ აშუაში ვართ მათ არ მისცა მისმა ამორჩეველმა ხმა ხომ ჩვენ მოუწოდეთ ჩვენ ამორჩეველს თავის შეკავებისაგან და არჩევნებში არ მისვლისაგან და ნუ ამაზე ახლა ალბათ სადისკუსიო თემაცაა მაგრამ მე ვთვლი რომ არანაირად მაშინ არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა ჩვენ როგორც მოვიქეცი და არც დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს არ უნდა მიეღო უკეთესი იქნებოდა. ეხლა უკვე გაცხადდა შეიქმნა გაერთიანება და ამ გაერთიანებას რა თქმა უნდა დავიწყებთ მე როგორც ვიცი ჩვენი ხელმძღვანელობიდან და ლიდერებიდან ისინი დაიწყებენ რეგიონებში ჩამოსვლებს რა თქმა უნდა ჩვენ სოფელ ოჯახ ჩამოვივლით და გაერთიანებული ალიანსი რა თქმა უნდა გაერთიანებული ალიანსი და შესაბამისად ნუ ლიდერები როგორც გადანაწილდება ისე გავყვებით და ისე მივიტანთ ამ გაერთიანების პრიორიტეტებს ჩვენს მოსახლეობასთან. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ევროპული საქართველოს რაიონული ლიდერი მიხეილ გოგოტიშვილი. მადლობა.